აბა ჩემო ოქროებო, ჩემო ბარტყებო, ჩემო ლამაზო, ჭრელკაბიანო ქალებო, ჭრელკაბიანო, რა ვიცი, თავსაფრიანო, წინსაფრიანო, ლიფჩიკიანო, ქალბატონებო, მოგესალმებით, მამაკაცებო, გაბრძანდით, დაგვტოვეთ, თავი დაგვანებეთ, დავიწყოთ ახლა გაშლა. მომდევნო 2 კვირა რას გიმზადებს გოგო და რა გელოდება და რა გაგახარებს და რა ბედნიერება უნდა დაგეცეს თავში. ან იქნება და სულ არ გეცემა თავში და გეცემა სხვაგან. აბა ვნახოთ ახლა. ჩემ გოგონებს, ჩემს ლამაზ ქალბატონებს რა ელოდებათ 2 კვირის განმავლობაში? ამოგვიხდა 6-იანი თასები. რა გელოდებათ 2 კვირის ვადაზე, 2 კვირის განმავლობაში რა გაგახარებთ, რა გაგაბედნიერებთ, რა იქნება თქვენი ცხოვრების მთავარი სიხარული, ხო? აი ამ მომდევნო 2 კვირის ვადაზე სამყარო მაქვს ფონად. სამენი კვერთხები კი ბატონო, შემდგომ ზომიერება კი ბატონო, დაკიდებული კაცი და რა ყავქნა. 5-იანი პენტაკლები. რაღაცის ყიდვა გინდა და ფული არ ყოფნის. ან ტექნიკა, ან ტანსაცმელი, ან ფეხსაცმელი, ან ჩანთა, არ ვიცი, ან სადღაცას წასვლა გინდა და რაღაცის ყიდვა გინდა, ფული არ ყოფნის და ფული არ გაგეღა და რაღაცა ის მოფლაყული ხარ, აცხანაირად ხარ მოფლაყული და არ იცი სიდან რა გააკეთო, რა ვერ გააკეთო. სიდან იშოვე ფული. ან რაღაცის პასუხს ელოდები, რომელი პასუხიც დაუშვათ გადაწყვიტავს პირობითად ჩააბარე თუ არა სადღაცას, დაიწყებ თუ არა სამსახურს, აგიყვანეს თუ არა, გაიარე თუ არა პირველი გასაუბრება წარმატებით, რაღაცის პასუხსაც ელოდები და აი ამ პასუხთან ერთად რაღაც ფინანსების შემოსვლას ელოდები ჩემო ძვირფას. ნახოთ, მე იმპერატორი მამაკაცი ყავს ჩვენ აქ. მოდი ახლა ეს კომბინაცია შევკრათ ერთობლივად და ერთი ესეთი რაღაცაც გავაჟღეროთ აქ. აქ ჩანს ფინანსების მოლოდინში მყოფი ადამიანი კონკრეტულად საქმიანობასთან, კარიერასთან, პირად ჰობთან, ინტერესთან დაკავშირებით. თუნდაც ვიღაცა შეიძლება საავადმყოფოში იყოს მისასვლელი, ხო, კლინიკაში რაღაცა არ ვიცი, პასუხს ელოდებოდეს ანალიზების, აი რა პასუხი აქვს არ იცის, ან გამოკვლევები უნდა გააკეთოს, გაიკეთოს, ჩაიტაროს, რაღაცა გადაიღო და იმის პასუხი, აი არ ვიცი, რაღაცა, აი ესეც შეიძლება სამედიცინო თვალსაზრისითაც იყოს. მოკლედ რაღაცას ელოდებ. ამას პლუს მიგვირგვინებს იმპერატორი, რომელ იმპერატორსაც ასევე ელოდები. ანუ ყველა მხრივ სრული გაგებით ხარ ჰაჩიკოს პოზიციაში. მაგრამ ძალიან დინჯად კვერთხების დედოფალს როგორც შვენის და შეეშვენება, შეეფერება უფრო სწორედ აი ასე ზიხარ და დინჯად ელოდები, მაგრამ ამასობაში ფეხები გასაფარსი გაქვს. გინდოდა რომ ჩაგეცვა ნაირნაირი ფერადი კაბა, აი ესე გემრიელად რაღაცნაირად გეშრიალა, აი ამ შენს იმპერატორთან ერთად, მაგრამ ეს შენი იმპერატორი, კაი ჩობანი და დებილი აღმოჩნდა და ამ ეტაპზე გამყოფებს ემოციურ შიმშილში. ამ ეტაპზე ადამიანი არ გაძლევს აფერს. ამასობაში შენ ფიქრობ, რომ რაიზა ვიყიდეო იკაბაო, რაიზა შევიღებე აითმაო, რაიზა დევიხვი აი დალალებიო, რაიზა შევიჭერი აითმებიო, ან პირიქით დევიგძელეო, ან რაიზა ვიზდიდიო, რაიზა ვიბანავეო, აბუსალათინშიო, რაი მინდოდაო. გამაგებიეთ ვიმე. ანი როზმარინი რაიზა ვისხიო. რა მინდოდაო. მაინც ასეო ზივარო და ვეძიებიო ჩემბეც ჩემი და ჩართევ ამ გოგოს ვიდეო უსმენო ამის ჭიჭყინსო იქინეო და გარკვევა გამორკვევაში ვარ მაინც რა მელოდება იგი ვერ გამიგიაო რაიზა გევიპარსე იფეხები მაინც არ გემეპარსა ტყილაო რაიზაო რა მინდოდა ცხელა დამაყარა მეკავება ახლა ფეხებიო მაგრამ ჯანდაბასო რა იქნა ახლა რაც ხამაკ იმას დავჯერდებიო არ არის კაცი იქნება ფული ავეც ფული არ იქნება, რაც ხა იქნება, ღმერთს უყარო არ, ღმერთი რა გამწირავს, ამ ფიქრებში ხარ ჩემო ოქრო. ფიქრობ ფინანსური თვალსაზრისით, რა როგორ გადაანაწილო, სად წაიღო ფინანსები, სად დააბან, არ ვიცი, ფინანსურ გადანაწილებებზე ფიქრობ ამას პლუს. შემდგომ ნამეტანი გლახა სიტუაციაში ხარ, ნამეტანი დაბლოკილი ხარ. მე შენ სერიოზულად გეუბნები. პირადი ურთიერთობის ხაზი, მიყოლებული ამას ფინანსური, ესე ვთქვათ, ენერგიების ხაზი ძალიან დიდ ბლოკებში არის, რაც განპირობებული არის იმ უარყოფითი ურთიერთობებისაგან და ნეგატიური გავლენებისაგან, რაც იყო შენ ცხოვრებაში ადრე. გამტარი ხარ მარტივად ენერგიის ხვის თვალს ძალიან მარტივად იღებ, ამიტომ ჩასაჩუქი ხარ, ჩემო ძვირფასო, კერხერში ხარ. ხო, კერხერის მანქანით ხარ გასარეცხი. 10-იანი თასები. მე ბედნიერება მინდოდა და ასეთ უნდა მოვჩანჩალდეო და მარტო ბძოვო და მარტო რა ვიცი თიბო აი ჩემი ბალახიო დავბერდი ამასობაშიო. რო სწორდებიო მხრებშიო წელი მტკივაო იქინე თავი მტკივა იქინე წნევა მითამაშობსო და რა იქნაო კი მარაო. საჰარას უდაბნოსავით ვარო გამომშრალიო.
კი მეუნებიანო, აი კაცები ცივი ხარ და გიურზიე ხარო და კობრაიე ხარო და ამფერი ხარ და იმფერი ხარო, მაგრამ რუარო, აგერ ჩიც ვერ ხედავ რა ფერმიზის ხანჯალზეო. მიყვარს ფლორაც და მიყვარს ფაუნაცო, მაგრამ არ ხარ თუ ღირსები. აი ამ პერიოდს გადიხარ. ამ ფერ სიტუაციაში ხარ, მაგრამ მე რის სიკვერთხების დედოფალი ვარო, ისეთი დამპალისერთი ვარო, ყველაფერიო რაც კი რამე ჩაფიქრებული მაქვს, სისრულეში მოვიყვან და ავიხდენო. ახლა რა გელოდება? რაც გაქვს ჩაფიქრებული, მე არ ვიცი, წმენდას იკეთებ ენერგეტიკულს, მე არ ვიცი შენ რამე მახინაციები იცი, მაგიური ჩარევები იცი, რა იცი, ღმერთმა უწყის, მაგრამ რაც ხა იცი, გემუშაობს. რაც ხას გეიკეთებ შენ ორ პერიოდში, ორ დღეში, ორი კვირის შუალედში, შენ რაღაცას დაატრიალებ. რაც ხას ისე დაატრიალებ, რომ ქემოგივა ეფულები, ქემოგივა შანსები, კი მოგივა პასუხები, კი გამოჩნდება ვინც ხა, ვისაც ელოდები. რა გელოდება და ყველაფერი კაი. რა გელოდება და დასრულდეს უნდა ხმლების 10-იანში გაიყვან რაღაცა სიტუაციას, სამი პენტაკლები მუშაობა, განვითარება, მაცალე ერთი რაიზა, ღარაზე მოგჯლარტული რაიზა ხარ, რა მოგჯლარტვა. აი, რა მოგჯლარტა ჩემო ძვირფასო და ურთიერთობამ ჩემო ოქრო, ურთიერთობამ, კვერთხების ბოზანკალა მეფემ მოგჯლარტა შენ აქანე. რო იმპერატორობს და ამასობაში პაჟის, რაინდის და რა ვიცი, მინიპუტის ვერსია დრო არის გადაქცეული და სამი ერთში როა, ამას პლუს მეფობა უნდა, იმპერატორი ვარო იძახის თან, მაგრამ ასე არა, ცხა მომწიფებელ ენერგიებში არის აქ ეს კაცი და მიზახარ პაწად ისე დაღონებული თუ არა ფინანსების შოვინის პერსპექტივაც არის. იმ პასუხის დადებითი ოღონდ დადებითი პასუხის მოსვლის პერსპექტივაც არის და შენი სიხარულის და გამარჯვების პერსპექტივაც არის. ერთი რაღაცა იცოდე, გულით და სულით ხელს რასაც მოკიდებ, აი ამ კვერთხების ტუზივით აგიზგიზებ და აგიზგიზდება კიდევაც, იმიტომ რომ ძალიან იღბლიანი, ქუდბედიანი წარმატების ტკენა, აი რაღაც პოტენციალი რომ ბევრი გაქვს, აი ესეთი ადამიანი ხარ, უბრალოდ გულის ტკენის შიშები გაქვს შემოპარებული, იმიტომ რომ იმანო გული არ მატკინოსე და იმას კი ვერ ხვდები რომ ლაჯებზე უნდა ახხივა მასობაში მაგაც შენ საბოლოო ჯამში. საკუთარი თავის დაპრიორიტეტება, რაღაცა შორგზაზე წასვლის თაობაზე ფიქრი, ღამის გზის ბილეთები უნდა იყიდო. საცხა უნდა წახვიდეცა შენ, საცხა შორგზაზე მიხვალ, რაცხას ღამე მეიფიქრებთ, ან მეგობრები, ან შენ თვითონ დაგარტყავს ტვინში დრუგ და მივდივარო, საცხა მიხვალ ღამის გზაზე. მართლა მიდიხარ ღამის გზაზე, ერთ მაცალე მარტო მიხვალ თუ ამ კაცთან ერთად და გასაპარსი გაქვს ფეხები. რაცხა გო იმფერი გზა მოდის აქანე რომ რაცხა უნდა გაღიარონ ძვირფასო და რაცხა ვინცხამ უნდა აიშარავანდედი შემოგადგას თავზე. კიდევ რაცხაზე არ შემოგსვას, მაგრამ ვიყოთ ფრთხილად, ხო? არსად შემოსმა არ გვინდა, შემოსმა გვინდა ჩვენ მხოლოდ ცისკაბადონზე, ოღონდ რაფერ, ქერო ბედნიერი იქნები და გულით გენდომება, ისე ყვარული და პატივისცემას რო იგრძნობ იმისგან, მაგრამ აქტუალური ახლა ხუმრობები იქით იყოს. აქტუალური იქნება მოგზაურობები, გადაადგილებები ორი კვირის შუალედში. თუ შორგზაზე იმყოფება, აი თქვენი ბატონი მესიჯად მოგივა შორგზიდან მისგან ამბავი, რომ მუალ და უნდა გნახო. ნახავ ამ ადამიანს აუცილებლად, ოღონდ როგორც აი არ ვიცი, მე რა გითხრა, ცისკრის ვარსკვლავებით გამოწყობილი, გაბდღიალებული წახვალ. ფეხებსაც გეიბარსა, ყორფელს გეიბარსა, გახვალ გაკრიალებული. არ იქნება აი მარტო დაქალებთან ერთად წასვლა და იქნება. არა, იქნება ამასთან დაკავშირებული. აგერ რომ დამტირალი წყლისაპირსა ხარ და ჩემა აბდულლაპარაკს უსმენ, აი შენ იმპერატორი, გაგსვებია დებილი თავი, აი უნდა შეგეხმიანოს, თუ მანძილზე ხარ, თუ მანძილზე არ ხარ, ცაცხა უწევს იმას წასვლა და იქიდან უნდა მოგწეროს, რომ რაფერ ხარ თუ იციო. მე მოვდივარო, ახლაო, მაქანეო, ანუ ჩამოვეი, საცხა ვიყაიო, არ მეცალაო და გნახაო, დავლიოთო, რაცხაო. პატარა კოფეო არ გინდა რაცხა გარაურტყათო იქინო 9 პენტაკლები ფინანსური საკითხების დაალაგება ჩანს ამას პლუს ერთი წუთით გადასარევი კონტაქტზე გამოსვლას ელოდეთ ამ ადამიანისაგან ამას ვიტყვი ოი რა ქოქოლას დააყრი, მაგრამ შეხვდები, მოკლედ შეხვედრა, ფინანსური საკითხების შემოსვლა დაალაგება, გზა, გადაადგილება შეიძლება სადღაც წასვლაც შემოგთავაზოთ და აუცილებლად დათანხმდით, იმიტომ რომ ამას თქვენ ასე წელით ნაჯახით წააჭრით თავს და მაინც ათქმევინებთ იმ სიმართლეს, რომელ სიმართლესაც ვერ გეუბნება. რა არის ეს სიმართლე? ის რომ ამოჩემებული ყავხარ და ყველა კუთხე კუნჭულიდან ყარაულობს და გზვერავს. ის რომ
ფარულ გრძნობებში არის და უჭერს ამ ემოციას. დანარჩენი ახლა დეტალებზე პირადი კონსულტაციები, ენერგეტიკულ წმენდებს რაც შეეხება, ამაზეც პირადად მომწერეთ გენაცვლება.